საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, იმედია ვართ პირდაპირ ეთერში ვნახავ ახლა ერთი წუთით დაფიქსირდეს ეთერში ყოფნა და კი ბატონო. საღამომშვიდობისა კიდევ ერთხელ ძვირფასო მეგობრებო, მინდა განმარტება გავაკეთო გუშინდელ დებატებზე, რომელიც შედგა ქართველთა დიდი გაერთიანების სტუდიაში. ძალიან დიდი მithქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ მე მინდა ახლა ყველაფერი ავხსნა მშვიდად, რომ ძალიან კარგად გაიგოს ჩვენმა საზოგადოებამ რასთან გვაქვს საქმე. პირველი, ეს მოწვევა მისი არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენით განპირობებული. როდესაც მე ერთ-ერთ პოსტის კომენტარში წერდი, რომ არა მხოლოდ თემურ შანშიაშვილზე, მე საერთოდ წერ რომ ეს იმ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა არის უდიდესი დანაშაული და მით უმეტეს ახლა თუ თოფი არ ჭერია ხელში, მონანიების საშუალება უნდა ჰქონდეს და მოინანიოს, დაგმოს, გადააფასოს ის 30 წლის და 35 წლის წინანდელი ამბავი და თუ გულწრფელად მოინანიებს, რა თქმა უნდა, არავინ არ უნდა იყოს დასაკარგი ამ ქვეყნისთვის. თუ გულწრფელად მოინანიებს. სწორედ აი ამ მიზნით ერთ-ერთი ქალბატონი მე შემომეხმაურა, მისი ახლობელი კომენტარში დამიწერა, რომ თქვენ ვაკრო წერთ ესეო, რომ კონსტიტუციური სახელმწიფოს დამხობაში აქვს მონაწილეობა მიღებულიო, მაშინ მომეცითო თქვენი ტელეფონის ნომერიო, პირდაპირ ეთერშიო მობრძანდებაო ბატონი თემურიო და კი ბატონო, მეთქი მე ჩემი ტელეფონი მივეცი, გავიდა დაახლოებით 2 კვირა და დამიკავშირდა თავად ბატონ თემურ შაშიაშვილი და შევთანხმდით დროზე. ოღონდ მისი უპირობო ის იყო, რომ აუცილებლად უნდა იყოსო ბატონი დემურ გიორხელიძე. კი ბატონო, მეთქი რა პრობლემაა იყოს. და მე ასევე მოვიწვიე ქუთაისელია, იცით თქვენ, ბატონი გია ბახტაძე, რომელიც ეროვნულ მოძრაობაში იყო. რა თქმა უნდა, რას უნდა უშვილდეს ეს ხელს. ძირითადად იყო ის, რომ ბატონ თემურ შაშიაშვილმა მე გამომიწვია, ამაზეა ლაპარაკი და მოვიდა თავის ინიციატივით. ჩვენ რომ უარი გვეთქვა, პირადად მე რომ უარი მეთქვა, იგი რა თქმა უნდა გამოიყენებდა იმას, რომ მე უარი ვთქვი და ესე იგი დავემალე, რატო უნდა დავემალო რა ამე მაქვს დანაშაული? დანაშაული თავად აქვს, ხო ჩადენილი. თავიდან სიმართლე გითხრათ, რამდენიმე ადამიანთანაც ჰქონდა საუბარი ჩვენი თავარი სათათბიროს წევრებთანაც და ყველა სურვილი იყო, რომ თუ კი იგი გულწრფელად მოინანიებდა, ჩვენ რა თქმა უნდა კაცურად უნდა ჩამოგვერთვა ხელი და შერიგება დაწყებულიყო. სხვათა შორის ეს იქნებოდა ერთ-ერთი კარგი ნაპერწკალი და მაგალითი იმისა გაერთიანებისა, აი ვინც იქით ფლანგზე იდგნენ, ბარიერის იქით ხარეს, ვინც გულწრფელად მოინანიებდა. თქვენ თუ გადაახვევთ აი ამ პირდაპირ ეთერს, თქვენ ნახავთ, რომ იქ არავითარი შეურაცხყოფა არ ყოფილა თავიდანვე. მე თავიდანვე მათ დავაფიქსირებინე ერთი რამე, ყველამ დავაფიქსირე და რა თქმა უნდა ეს ასე არის და აღიარებული არის პარლამენტის მიერ და საერთოდ მრავალჯერ ორგზის არის დაგმობილი ეს სახელმწიფო გადატრიალება და აღიარებულია, რომ კანონიერი ხელისუფლება თავის ვადებში იყო ლეგიტიმური. მაშინ იყო 5 წლით, ანუ მაშინდელი პარლამენტი კარგად გასაგებად ხსნი ეხლა, რომ აი აქ ისეთი კომენტარები აღარ შეხვდეს მერე. კანონიერი პარლამენტი არჩეული იყო 5 წლით, ანუ ლეგიტიმური იყო 95 წლის 28 ოქტომბრამდე. ხოლო პრეზიდენტი 96 წლის 26 მაისამდე.
მოხდა ისე რომ ყველა მიცით 91-92 წელს მოხდა იარაღის ძალით სახელმწიფო გადატრიალება, შეთქმულება, არა მხოლოდ ხელისუფლება დაამხეს კონსტიტუციური სახელმწიფო, შეუცვალეს განვითარების ვექტორი, საითაც მივდიოდით იქით კი არ განვითარდით, ანუ დაგვაყენეს ამ ეშმაკების გზაზე და ხედავთ თქვენ დღეს რა დღეში ვართ. ეს ყველა მაღიარა აქ დასაწყისშივე, ამის შემდეგ იცით თქვენ რომ საზოგადოებაში ყველას უჩნდება ეს კითხვა ატონ თემურ შაშიაშვილისადმი ძალიან გამყოფი ძალიან ისეთი მომენტი იყო ეს რომ ბატონის ვიარ გამსახურდია, როდესაც ჩამოვზანდა 93 წელში და უკვე დაიწყო კონსტიტუციური სახელმწიფოს აღდგენა, იცით თქვენ ქუთაისამდე სულ ყვავილებით ხვდებოდნენ და იარაღი არ გავარდნილა ხალხი როგორ იგებებოდა, მარტო ზუგდიდში 15 წუთში დაახლოებით 150,000 კაცმა ამის ვიდეოები ხომ გაქვთ დანახი, მოიყარა თავი სიხარულით და ქუთაისამდე ჩამოვიდნენ, ქუთაისში ამ ვაჟბატონმა, რომელიც ძალიან მე არ მეგონა რომ ამ შანსს ხელიდან გაუშვებდა და რაღაცა გადააფასებდა თავისი ცხოვრების წარსულს თუ თავისი ქმედებით, არა მხოლოდ მარტო ის იყო, რა თქმა უნდა, დამნაშავე, კიდევ მასთან ერთად ეს საკვანძო პიროვნებები დაახლოებით 50-60 კაცია, ვინც დღეს ქვეყანა ამ დღეში ჩააგდო, ესე იგი, არათუ მოინანიე, ესე იგი, საერთოდ გვერდია უარა კითხვას, მე დაუსვი შეკითხვა, რომ თქვენ რატომ გადაუკეთეთ კანონიერ პრეზიდენტს გზა ქუთაისში. მას თქვა რომ მე ეხლაც რომ ეგეთი მომენტი იყოს, ტანკებს არავის გავატარებინებ. ჯერ ერთი მე კითხვა იქვე დაუსვი. თქვენ ვინ მოგცათ ძალაუფლება იქ? საიდან ქონდა თქვენ ძალაუფლება? მან ხომ აღიარა რომ 95 წლის 28 ოქტომბრამდე კანონიერი იყო გვალიმაგი და თავისუფალი საქართველო და პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. მას შენ ვინ იყავი 93 წელს? მე ხალხმა ამირჩიაო, ნახეთ ბოლოს ამოს უკვე რამდენი დაწოლის შემდეგ. არანაირი არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება, როდესაც არსებობს ლეგიტიმური ხელისუფლება და ის არ ნიშნავს, როდესაც ბანდა არის მოსული, იარაღიანი ბანდა, კიტოვანი, იოსელიანი, შევარდნაძე და ნიშნავენ ყალბი არჩევნებს და შენ იმათი არც აურჩევიათ შევარდნაძემ დანიშნა ხო მაშინ მე აირჩიეს თუ არ ვცდები ხო წმულებულად თუ მერად მანამდე იყო დანიშნული შევარდნაძის მიერ, ანუ ყოლად უკანონო არალეგიტიმური დამნაშავე რეჟიმის მიერ. ამას რა მოყვა მე დღევანდლამდე თქვენ ყველა ხედავთ, არაფრით არ აღიარებს, არაფრით სინანულს არ გამოთქვავს, რომ თანამშრომლობდა ამ შეთქმულებთან და როგორ კვალიფიცირდება ეს, მე გუშინ წავიკითხე, კიდევ კარგად წავიკითხავ, რადგან იგი თავის საქციელს არ ინანიებს, მალე დადგება ის დრო, ვინც სინანულში იქნება და მოინანიებს ეპატიება, ვისაც ახლა იარაღი არ ჭერია, მაგრამ იდეოლოგიურად ისე ხო, ყველას რაღაცა ამნისტია და არავის დაჭერები და ის ჩვენ არ აქვს ამოვნებს, მაგრამ ის ვინც ჩაიდინა პირადად შაშიაშვილმა კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა შეუშალა ხელი, მე ამ კვალიფიკაციას ეხლა სამართლებრივად როგორ არის, კიდევ ერთხელ წავიკითხავ, ეს ჩემი მოგონილი კი არ არის. ასე არის სამართლებრივად. რა არის და როგორ კვალიფიცირდება მის მიერ ქუთაისში გზის გადაკეთება? კვალიფიცირდება როგორც კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. მოიცავს ძალადობით ხელშეშლას ლეგიტიმური პრეზიდენტის საქმიანობაში. ჩადენილია დაუკვირდით უფლება მოსილების არ მქონე პირის მიერ
მას არ ქონდა არანაირი ლეგიტიმაცია. კაც უზენაეს საბჭოს გამოუცხადებია კაპიტულაცია და არც პრეზიდენტი არ იყო გადამდგარი. აგერ მოდიოდა კონსტიტუციური სამართლიანობა უნდა აღედგინა. და რას ქვია შენ ტანკს არ გაატარებ, ტანკსაც გამოატარებს პრეზიდენტი და ველოსიპედსაც. შენ ვინ გეკითხება მთავარსარდალია. და ეხლაც დაუდგები ტანკებს, ნეტა სად იყო 2008 წელს, რომელ რუსულ ტანკს დაუდგა იქ ერთი. აი ეს რაც მე ჩამოვთვალე, განეკუთვნება განსაკუთრებით ძმე დანაშაულთა კატეგორიას. და კვალიფიცირდება როგორც სამშობლოს ღალატ. და სამშობლოს ღალატ სამუდამო პატიმრობით იჭება. აი იმიტომ ხელკელაობენ კიდევ რომ თანამდებობები უნდა და ისო. აი ასეთი ძიმე დანაშაულების მქონე პირები დაჯილები არ არიან. ეხლა დანიშნული რწმუნებული. რწმუნებული რომელიც დანიშნულია არალეგიტიმური შეიარაღებული ჯგუფის მიერ, დამნაშავე ჯგუფის მიერ თან იარაღით მოსული, რომელსაც არ აქვს კონსტიტუციური ლეგიტიმაცია და აღიარებულია სამართი პარლამენტების მიერაც რომ არ ქონდა ლეგიტიმაცია, იყენებს ძალას პრეზიდენტის მიერ წინააღმდეგ სჩადის სახელმწიფო უფლებამოსილების მითვისებას, რაც ცალკე სისხლის სამართლის საქმეა. აი არც ერთ ამ კითხვას ამ კაცმა პასუხი არ გასცა. ეხლა მე თქვენ გეკითხებით, აქ მთელი ხროვა შემოვიდა, რომ მიტყვიან, ესე იგი მათგან დაგეშლე ზოგი პუჩისტი, ზოგი შაშიაშვილის ეს დაქოქილი ხალხი და აცხადებენ რომ უიმე დაგბლოკა ჭაბუკაშვილმა და დაგბლოკა აბა რას გიზავ 30 კომენტარს როწევს ერთი და იგივე დაახლოებით შემოვიდა ერთი 15 ადამიანი თითო წერდა 30 კომენტარს თან ერთი და იგივე ფრაზებს რომ ჩვენ ვართ აი რა ვიცი რა ქვეყნის დამაქცევრები ზუსტად შეცდომები ქონდა ზოგი რაც ესენი რაც გაერთიანებენ აი წინააღმდეგ მიმართული გაერთიანების ეს არის მეგობრებო პირდაპირ მიმართული გაერთიანების წინააღმდეგ მაგრამ ესენი ვერაფერს ვერ დაგვაკლებენ ასეთი ხალხი გაერთიანებაში ვერასოდეს ვერ მოხდება ამათი ადგილი არ იქნება გაერთიანებაში მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ გიორგი ბახტაძეს და გრიგორ ბახტაძეს და ბატონ დემურ გიორხელიძეს თქვენ კიდევ ერთხელ დაინახეთ აი დაგანახვათ თქვენ აი ამ გუშინდელმა დებატებმა რომ ჩვენ როდესაც თავიდან გაერთიანება შევქმნით მაშინ თქვით და კატეგორიულად აი ფიცი დავდეთ რომ ჩვენ ამ გზას არ უღალატებთ რომ ჩვენი მთავარი მიზანია აღვადგინოთ კონსტიტუციური სამართლიანობა და თქვენ ნახეთ რომ ყველა ბატონ დემურის და გიაც აი ამ კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენის და კანონიერების აღდგენის როგორი მომხრეები კი როგორ იცავდნენ ამას რასაც ვერ ვიტყვით ბატონ შაშიაშვილზე და უფრო მეტად არის აი გასაოცარი ის რომ რამდენად შეიძლება ადამიანი ნამუსგარეცხილი იყოს როდესაც შენი ქმედებებმა ქვეყანა იქამდე დააქცია რომ ნახევარი საქართველო გაქცეულია საქართველოდან ზოგიერთი დედას 20 წელი შვილი არ უნახია ზოგიერთს კი არა ძალიან ათასობით დედას და 10,000 შენს გამოისობით აი იმ შეთქმულების მონაწილე რო იყავი და სახელმწიფო საბჭოს მონაწილე რომ იყავი ეს შეთქმულება კონსტიტუციური სახელმწიფოს წინააღმდეგ იარაღი გეჭირათ გადაწვით დახოცეთ ხალხი და თბილისი გადაწვით იქა და თელი ამბავი იყო ყველას კარგად გვახსოვს ეს ჩვენ შვიდობიან მომიტინგეებს ხორეტავდით ქუჩაში ათობით თანაც და ერთადერთ ესე კითხვას დაუსვავ და გარმის იქ ამას ad ვიღაცას დენი ჩაუთოსა და კაცო ესეთი ის როგორ შეიძლება კაც ამხელა თანამდებობის პირი იყო კონსტიტუციურ სამართლიანობის საკითხებზე ველაპარაკები ვისგან მიიღე უფლებამოსილება ვეუბნები რომ აცხადებ რომ წმუნებული იყავი თუ მე იყავი გესმით ხალხო და ამას არ ამობს იქ ვინ მიიღო იმაში კაბინეტში ვინ არ მიიღო ვის შეხვდა რაღაც ნუ
ეს არის უნამუსო დემაგოგიის მეთოდი ახლა ვინ არის ეს ხო და ვის ჭირდება ასეთი ადამიანი კაცო საერთოდ როგორ შეიძლება აუ თქვენ გაერთიანება ვისთან გაერთიანდე კაცი უარზია ესე დასცინა გუშინ 92 წლის 13 მარტის დადგენილებას ხედავ თუ ესენი სადმიდიანო თქვენ გესმით ხალხო რას თქვა გუშინ ერთადერთი კონსტიტუციური ძლიერი საბუთი ხალხს რაც შერჩა როდესაც აღვარგეთ კონსტიტუციურ სამართლიანობას არის ეს 92 წლის 13 მარტის დადგენილება რომელიც მიიღო უზენაესმა საბჭომ კანონიერმა ხელისუფლებამ და მას შეუძლია ყველაფერი იურიდიული ძალის არ ქონეთ გამოაცხადოს და გააუქმოს გაუქმებულად განულებულად გამოცხადეს ეს მითვისებული ტყეები მითვისებული ქონებები წიაღისეულები გაძარცვული საქართველო გაძარცვული ხალხი არა კაცო ეს როგორ შეიძლება წარსულში დავბრუნდეთო გესმისო იცინი ირონიულად ეს რამხელა უნამუსო ადამიანი უნდა იყოს ეთყობა ძალიან ბევრი აქვს მოპარული ეძახდა სახლი არა მაგ და ასე რის სახლი არა კაცო ეს ვისაბოლებენ ესენი მართლა რა აბა ერთი პროკურორი ვიყო არ მოსამართლე და გაჩვენე პეტი რა სახლი არა გაქვს და რა ქონებები არა გაქვს ჯარქის ფაშში რო დაშალეთ ყველაფერი და თურქეთისკენ იმასკენ ჩააბარეთ ყველაფერი თურქებს პრივატიზება გაუკეთეს ჩაიდეს ჯიბეში ამოდენა მილიონობით თანხები და რასა სახლიც არა აქვს მოკლედ მეგობრებო მე კიდევ ერთხელ დავწუნდი რომ უჩისტური ძალები ძალიან მაგრად არიან შეკრული ორგანიზებულად კიდევ ერთხელ მოხდა გუშინ ლუსტრაცია ვიცი მათ სახელები და გვარები უკვე ვინც არიან ესე იგი ყველა აპელირებს იმაზე შაშიაშვილი ძალიან მაგარი ადამიანია და ზვიად გამსახურდია ყოფილა მოვალატე და შეცდომები ქონია ისეთი იმას დაუნგრევია ქვეყანა თურმე შიგნით მომხდარა შიგა ქვეყანა ვერ იმასნა ვერ მართა და იქ კიტოვანი გადააუდა და სიგოა და თურმე ამის გამო დამხობილა ქვეყანა წარმოიდგინეთ ამხელა თანამდებობაზე მყოფი ადამიანი რომ ამას ცინიკურად ატყუებს ხალხს მთელი სოფლიო იყო მომართული აი ეს ლიბერალური დასავლეთი სწორედ მათ დაამხეს ზვიად გამსახურდია მამა ბუში ხელმძღვანელობდა ამერიკის პრეზიდენტი ბეიკერი სახელმწიფო მდივანი მოსკოვში და ძირითადად ის ხელმძღვანელობდა SNG-ს შექმნას რა არ არის ეს თქვენთვის ცნობილი და კანონიერად არჩეული ხელისუფლება და პრეზიდენტთან არაფრით ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასთან არ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა უარი განაცხადა ხოლო დე ფაქტო ცნო და როდესაც მოვიდა სამხედრო საბჭო და ეს 92 წელში ეგრევე ჩამოფრინდა ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი თბილისის აეროპორტში ჯერ კიდევ გაცილებული არ იყო ამდენი დახვრეტელი ახალგაზრდები სამშობლოს რო იცავდნენ სამშობლოს თავისუფლებას და პირზე კოცნით ხვდება კანონიერ ქუდს ჯაბა იოსელიანს და შევარდნაძეს აი დემოკრატია ეს იყო აი ვინ დაამხო და ეგრევე ამათან არჩეულებიც არ არიან ამათან ამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობას ხვდებით ეხლა რასთან გვაქვს საქმე და ვინ დაამხო გამსახურდია და ვინ დაამხო საქართველოს ვინ ჩააგდო ამ დღეში და აი ამ შეთქმულების ბირთვი იყო გუშინდელი ჩვენი ძალიან სამარცხვინო სტუმარი რომელსაც ყოფნის თავხედობა და კიდევ არინანიებს იმას რა დღეში ჩააგდო ქართველი ხალხი მისმა ამბიციურმა გამყიდველობამ და ვინც აქ შემომიტრიალებს ენას კომენტარებში რომ აბა თქვენ ესე იგი გაერთიანება გინდა როგორ უნდა გაერთიანება ღმერთმა დაგვიფაროს ასეთ გამყიდველებთან გავერთიანდეთ აქ მოვა
პატიოსანი ქართველი, ჯიგრიანი ქართველები და ძალიან ბევრი მოდის რო იცოდეთ ვინც მან აი პუჩისტები შემოდიხართ ხროა მინდა გახაროთ რომ ხვალეს ძალიან დიდი შეკრება იქნება აქ ჩვენთან. ძალიან ბევრი ვერ ვიტევთ სტუმრებს იმდელი მოდიან. და ძალიან საინტერესო შეხვედრა გქონდა კიდევ გუშინ ჩვენ სანამ ეს ეთერი იქნებოდა ერთ-ერთ ძალიან ავტორიტეტულ მიტროპოლიტთან და ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება ჩვენ აი ავტორიტეტული სასულიერო პირებისგან აი ამ გამყიდველების წინააღმდეგ სამშობლოს რო გვიყიდიან. ჩვენ მუშაობთ საქმიანად და ჯანსაღად და არა ის რომ ამათ იმაზე ვიყოთ ჩვენ ახლა რა ქვია დამოკიდებული აქ შემოვყაროთ პუჩისტების ხროვა და არა კაცო რა 13 მარტის დადგენილება და რა ისა ყველას უნდა ეპატიოს 15-50 სასახლეები უნდა შერჩეთ ყველაფერი ტყეები მდინარეებისა და ნაძავში ხალხის არ დაუბრუნო ხალხს და ესე იგი ეს ხალხი იყოს გასაცოდავებული მუდმივად და ამ ერთი მუჭა ნაძირლებმა იგრიალო სამუდამოდ შვილები და ეს ერთი მუჭა ხალხი ასდეს ამ ქვეყანას და როგორც უნდა ისე გაყიდოს ხან აღმოსავლეთი, ხან დასავლეთი, ხან ბაზალეთი, ხან წავკისი, ხან რა ვიცი მე და სულ გაყიდულები ვართ თლიანად. არავითარ შემთხვევაში მეგობრებო ბრძოლა იქნება სამართლიანი, აქ მოვა ყველა ჯანსაღი ქართველი და ბრძოლა იქნება შეუპოვარი. აუცილებლად წელს მოვა დიდი ეროვნული გამარჯვება, ჩვენი გზა არის ეროვნულ სარწმუნოებრივი. აი ამას არავითარი ღმერთი არ ასწამს, გუშინ რო აქ იყო. არავითარი ღმერთი, ეს არის ფარისეველი, ვითომ დადის და ლოცულობს, სულ ტყუილია, თავისი საქმით ამტკიცებს. ეს რომ მორწმუნე იყოს, კარგად ეცოდინებოდა სინანული რა არის. სინანული აახლოებს ღმერთთან. და უნდა მოენანიებინა გუშინ. და ჩვენ ყველანი აი სულ სხვა განწყობით ვიყავით. რაღაცა კიდევ გქონდა იმედის ნაპერწკალი რომ რაღაცა იქნება გადმოდგას ნაბიჯიო. რა გადმოდგას კაცო? ნახევარი საათი ილაპარაკა რაღაც ისინი სანამ არ გავაჩერე და რაღაც კონკრეტული კიდევ არ დაუსვი, მაინც არ გაქვს პასუხი. და ვითომ ჩვენამდე არაფერი მაგისი გეგმა იყო ის რომ მას ორჯერ ქონდა წელი, ერთი თავიდან ქონდა მცდელობა რომ რაღაცა წამებულის იმიჯი მოესხა და გაქცეულიყო პირდაპირ ეთერიდან, მეორე ბოლოს ქონდა, მაგრამ შეატყორო, სისულელე იყო, არავინ არაფერს არ ერჩოდა აქ. დემურ გიორხელიძე თვითონ მოიყვანა, არავინ არ ხრეტდა აქ, არავინ მას რომ მოენანიებინა და აღარ გაეგრძელებინა ეს, მე არც ამას ჩამოთვლიდი, რა პასუხისგებლობები ეკისრება მის საქციელს. აი ესე იყო მეგობრებო, ამიტომ ეხლა რაც უნდა მათ თქვა, არაფერი არ გაუვათ, რამდენიც უნდა ლიკლიკალზე მილიკლიკოს, არავინ არ მოусმეს მაგას, იმიტომ რომ ყველას ახსოვს რა დანაშაულებები ჩაიდინეს ქართველების წინაშე და მეორე აქვე მინდა კიდევ ერთი ნაძირალას გამოვეხმაო რომ გიორგი გიგაურს რომელიც იყო ასავალ-დასავალში რომ მუშაობდა და განათებული გალიბერასტებულია თავის გვერდზე უდებს, ნუ არც არავინ უწონებს, მაგრამ თავის გვერდზე უდებს რაღაცა პოსტი, ვითომ ახლა მაგასაც მოუნდა აქ დებატებში და თან ასე მოგმართავს რომ თურმე მე ვარ სუკის აგენტი, ის არის ის სუკი არ არის, სუსი არის ახლა. აი გიგაურო აქედან მოგმართავ, ეხლა ჩვენი იურისტი ავათ არის, ცოტა ხანში გამოჯამრთელდება. დავწერს არჩევს შევიტან ბატონო და მოგიწევს სასამართლოში დამტკიცება აბა ერთი როგორი სუკის აგენტი ვარ, მაგას ნახავ შენ. ჩემზე რო კაცი მაგას იტყვის. ძალიან ცუდად წაგიო საქმე. აღარავის გაპატიებთ ესე ცურბლარდებებს, ეგიცუნეთ. აწყობილი გვაქვს სისტემა, მოხვალ სასამართლოში. არ დაამტკიცებ? მე ნახავ რა დაგემართება. და რამდენს განსხვავებინებენ იქ. მე ჩვენს მეგობრებს და მხარდამჭერებს
კიდევ ერთხელ მინდა მივმართო და უთხრა მათ, რომ დაცულები არა ვართ პატივცემულო მეგობრებო ასეთი რთული ეთერებისგან, ჩვენ ძალიან მძიმე გზის გავლა მოგვიწევს, იცით თქვენ ხომ არ ეხუმრებით ეხლა ესენი რა ძალაა, ეს კიდე ქვედადინებებია და თვითონ ეს რეჟიმი ხომ მილიარდებს ფლობს და ამხელა ძალას ფლობს. ჩვენ გვექნება მათთან ძალიან დიდი სამყარო სასიცოცხლო სამართლებრივი ბრძოლა. ისინი ყველა აკრძალულ ხერხს და ყველაფერს იხმარენ, მაგრამ ყველაფერს უნდა გაუძლოთ და ხალხი უნდა შეხვდეს ამას სწორად. ჩვენ არავის თავს არ ვესხმით, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებთ, არ ვაგინებთ, ყველაფერი მე რომ არ მოინანია, რაც ჩამოუთვალე იქ კვალიფიცირება რომ გაუკეთე, ეს გინება კი არ არის, სამართლებრივი პასუხი არის. და გასცეს პასუხი, თუ უნამუსო არ არის, თუ ოდესმე ჩაწერს და ამაზე პასუხს გასცემს, სამართლებრივი პასუხი გასცეს იმას, მერი რო იყო თუ რწმუნებული, ვისგან მიიღო ძალაუფლება. დაუჯდა ესეთი რომ მე ნუ დამიჯდება სამართლის თავმცოდნეებს და ისინი გასცემენ პასუხს, ნებისმიერი გასცემს პასუხს, რომ სისულელეს ბოდავს ამხელა კაცი. აი ეს მინდოდა მეთქვა მეგობრებო, არის დავდოთ ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან მაგრად მიდის საქმე, სხვადასხვა რაიონებიდან ეხლა 3 რაიონიდან იყვნენ უკვე 4 პროფესორი და მეცნიერებათა დოქტორი შემოგვიერთდა კიდევ სხვადასხვა დარგის, ისე რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად და ძალიან მაგრად მიდის. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ამ ბრძოლაში, ჩვენ მართლები ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენი გზა ყოველთვის იქნება ეროვნულ სარწმუნოებრივი გზა და ჩვენი მთავარი მიზანია კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა იქ, სადაც გაწყდა ზვიად გამსახურდია საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაწყებული აი ეს ეროვნულ ქრისტიანული გზა. მადლობთ ყურადღებისთვის, კარგად ვთანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.